მეგობრებო, მე ვარ თამუნა ხიზანიშვილი. ეხლა გაზაფხულია, მიმდინარეობს დარგვითი პროცესი და მინდა სამი რჩევა მოგცეთ, თუ როგორ დარგოთ პამიდორი სწორად, რომ მიიღოთ კარგი მოსავალი. რჩევა პირველი. დარგვამდე ჩითილების ფესვები ჩაალაგეთ წყალში, რომელსაც დაუმატებთ 1 სუფრის კოვს შაქარს. ეს პროცედურა ძალიან გამოაცოცხლებს ჩითილებს. რჩევა მეორე. პამიდორს უყვარს ფესვების ღრმად დაფლვა, ამიტომ ორმოები უნდა იყოს 20-25 სანტიმეტრი მაინც ამოღებული, ისე რომ ჩითილის 2/3 იყოს მიწაში მოქცეული. პამიდორს უყვარს დამატებითი ფესვების გამოღება, ამიტომ რაც უფრო დიდი და ბევრი ფესვი აქვს, მით უფრო კარგ მოსავალს მიიღებთ და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. რჩევა მესამე. დარგვამდე ორმოში ჩაყარეთ ორგანული სასუქი და აუცილებლად დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი დაფქვილი კვერცხის ნაჭუჭი. კვერცხის ნაჭუჭი არის ბუნებრივი კალციუმი, რომელიც პამიდორს ძალიან სჭირდება და იცავს მას დალპობისგან და სიშავეებისგან. რაც შეეხება ორგანულ სასუქს, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნაცარი, ნაკელი და ბიოჰუმუსი. ახლა გემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩემი არხი და მომწერეთ შეკითხვები, რის შესახებ გინდათ პატარა ვიდეოს ჩაწერა. მადლობა ყურადღებისთვის.